დრო ვცდილობ, რომ თვეში რამდენიმეჯერ რაიონებს ვეწვიო. მე მგონია, რომ ჩემი სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომ მასწავლებლებთან მქონდეს ურთიერთობა. პირდაპირ და გახსნილად უთხრა, რას ვახერხებ და რას ვერ ვახერხებ და მათგან მოვისმინო რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. დღეს ორი შეხვედრა გქონდა სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მასწავლებლებთან და აქ ახლა ზუგდიდის და ხობის მასწავლებლებთან. ხვალაც გრძელდება ეს შეხვედრები, სენაკში გვექნება შეხვედრა და გვექნება ფოთში. თემატიკა არის ერთი მხრივ. მე ვეცნობი ჩემ კოლეგებს, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი, ვცდილობ, რომ ჩემი ხედვა გაუზიარო იმასთან დაკავშირებით ზოგადი განათლების სისტემა როგორ უნდა შეიცვალოს და განვითარდეს და მოვისმინო. ეს უკანასკნელი, რომ მათი აზრი მოვისმინო და წერილების გადმოცემა ხდება და რაღაც ძალიან გახსნილი კომუნიკაცია, ეს არის დასაყრდენი ჩვენი რეფორმის. ამ ხალხს უნდა ვკითხოთ ჩვენ რეალურად რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სკოლა გახდეს უკეთესი. დღესაც ძალიან აქტიური დისკუსია იყო, ყველა საკითხი აინტერესებთ, ინფრასტრუქტურა მოგეხსენებათ, ასაშენებელია, მოსაწესრიგებელია, მასწავლებლების ანაზღაურება, მასწავლებლების საათები, აი უამრავი შეკითხვა დღევანდელი შეხვედრების შედეგად 100 პუნქტი ჩანიშნული, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და მე დავპირდი ამ ხალხს, რომ ყველა საკითხს, რასაც ვერ შევძლებთ, მოვალთ და ვეთქვით, რომ ვერ შევძლებთ და რასაც შევძლებთ, რომ გავაკეთებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ სკოლაში თვისობრივად განსხვავებული და გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს.